მოგესალმებით თვითონ მეგობრებო, ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ იმ მოლოდინებზე, რაც ამერიკაში ადმინისტრაციის ხელისუფლების პრეზიდენტის ცვლილება შეიძლება მოყოლო და ინაუგურაცია შედგა და ეს რეალურად იყო ახალი ეპოქის დასაწყისი მსოფლიო პოლიტიკაში და მსოფლიო ცხოვრებაში. აქამდე თუ კი რაიმე შენიღბული იყო, შეფუთული იყო, ნელ-ნელა იხსნება, ნელ-ნელა ღია ხდება ყველაფერი ის, რომ მსოფლიოს რეალურად ბატონი ყავს და ეს ბატონი აღარ მალავს, რომ აქვს განუსაზღვრელი პრეტენზიები და სურვილები. აგერ ჯერ კიდე ინაუგურაციამდე განაცხადა პრეტენზია გრენლანდიაზე, პანამაზე, კანადის შემოერთებაზე და ამაზე უკვე რეალური მუშაობას დაიწყო, როგორც იუწყებიან საინფორმაციო საშუალებები ამ საკითხზე. საუბარიც კი უკვე შედგა ბატონ დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერს შორის. საკმაოდ მწვავე საუბარია, როგორც ამბობენ, მწვავე საუბარი იყო, როგორც ამბობენ და ბატონის როლიდან ელაპარაკებოდა ამერიკის პრეზიდენტი. აგერ ინდოეთს მოსთხოვა უკვე მკაცრად რუსული ნავთობის შესყიდვაზე ხელი აიღოს და ასე შემდეგ. აჩვენა მსოფლიოს, რომ ვინ არის მსოფლიოში რეალური ბატონი. აქეთ მეორე მხარეს არის ძალა, რომელიც ცდილობს, რომ ამ თამაშიდან თავის შორს დაიჭიროს, დაპირისპირებული მხარეა, ცდილობს თავის გარშემო შემოიკრიბოს ის ძალები, რომელიც არ ეთანხმებიან ამ მიმდინარეობას, რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს და ამ პროცესებს და ჩვენ დავსვით კითხვა ამ სიტუაციაში, რა შეიძლება გააკეთოს ჩვენისთანა პატარა ქვეყანა, რომელიც აღმოჩნდა ამ სიტუაციაში და აქედან ჩასული პოლიტიკოსები აღიზიანებენ კიდევაც ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ როგორ შეიძლება ზესახელმწიფოს 3,5 მილიონმა ქვეყანამ გაუბედოს ასეთი რაღაცა და სად არის რეაქცია ამ ზესახელმწიფოს, როდესაც ითმეს კავკასიაში ასეთ თავნებობას. აი ამ საკითხებზე კახა დავიწყოთ საუბარი. მე საშინაო საკითხებზე თუ დრო დაგვრჩა ორივე სიტყვით. მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. საზღვარგარეთის ბლოკი, მოდი ესე ვთქვათ, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, მართლაც რომ გაიგებ ისეთი ამბებია მსოფლიოში, ძალიან დიდი პოლიტიკური ცვლილებები არის. მოკლედ ნიღბების გარეშე მიდის უკვე მოქმედება და რაც მართლაც დაფარული იყო რეალური ბუნების გამოვლენა ხდება. გარეთ ეს რაც ხდება. ვფიქრობ, მაინც ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენ გვაქვს შიგ. რა თქმა უნდა, გარეთ რაც ხდება, ძალიან დიდ ტექტონიკურ ძვრებს გამოიწევს მსოფლიოში. ყოველ შემთხვევაში ამ მიზეზებით და ამ მიზნებით ხდება, რომ ეს ტექტონიკური ძვრები მოხდეს. რა და როგორ განვითარდება, ეგ შემდეგი საკითხებია. მაგრამ შიგნით გვაქვს უზარმაზარი პრობლემა. ესე იგი, მაინც ფორმულა ასეთია, რომ თუ კი არის პრობლემა პირველ რიგში შენშია. ესე იგი, შიგნით ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე არის ძალიან დიდი ყურადღება გადასატანი და დაგრო და სათქმელი. მაგრამ რადგან მაინც ამ საზღვარგარეთის გარეთ მიმდინარე ამბებს ვეხებით, წინა გადაცემაშიც ასე აღნიშნეთ, რომ მთელი საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველო იყო პროდასავლური, დასავლეთზე უფრო პროდასავლური ქვეყანა. და ასე იგი საფუძველი ჩაუყარეთ ახალ რელიგიურ პოლიტიკურ მიმდინარეობა, სადაც დასავლეთი ფაქტიურად წარმოადგენდა ღვთაებას, ოლიმპოს, ღმერთთა საუფლოს და აი როგორმე იქნება შეგვეღწია, იმით უნდა გადავრჩენილიყავით. იყო დემოკრატიის მამა, ადამიანის უფლებების დამცველი, საერთაშორისო წესრიგის, საერთაშორისო მშვიდობის და ასე შემდეგ, ოფიციოზი, მოკლედ ამ ენით გალობდა როგორც იქ ისევე აქ. მაგრამ იცვლება მდგომარეობა, იცვლება ვითარება და
დღეს უკვე ძალიან ბრმა ადამიანი უნდა იყო, ამ იდეოლოგიით ძალიან დაბრმავებული დაყრუებული უნდა იყო, ამ უკვე მოძველებული იდეოლოგიით, რომელსაც თვითონ აღარ ჯერათ თავიანთ სივრცეში, არც ამერიკაში და არც ევროპაში აღარ ყავს ამ იდეოლოგია ესეთი ბრმა მიმდევრობა, აგერ უყურებთ რომ იქ ძალიან დიდი პოლიტიკური ძვრებისკენ იხრება ევროპაში, იგივე საფრანგეთში, იგივე გერმანიაში. ხომ აქ უკვე გამოჩნდა რომ ამერიკის შეერთებული შტატები ღიად და პირდაპირ აყენებს საკითხებს ისევე როგორც აყენებდნენ ჩვენთვის ცნობილი დიდი იმპერიები. უნდა და ესე იგი ძალა აქვს და უნდა გქონდეს. პანამა უნდა რომ თავისი იყოს. ესე იგი არავითარი უკვე სუვერენიტეტი რომ ეს დამოუკიდებელი ქვეყანა. ნუ კანადაც დამოუკიდებელი ქვეყანა იყო ყოველ შემთხვევაში, ხო დიდ შვიდეულის წევრი იყო. ხო ჩვენ ადრეც თქვით რომ ესე იგი ერთდროულად ჩამოყალიბდნენ სახელმწიფოები, ყოფილი კოლონიები იყვნენ ზოგი ინგლისის, ზოგი საფრანგეთის, ზოგი ესპანეთის, მაგრამ წავიდა სხვა პროცესები, მეტნაკლებად დამოუკიდებელი ქვეყნებად ჩამოყალიბდნენ და აი ამ ქვეყნების, ამ სახელმწიფოების წინაშე რაღაც თავისებური ფორმის ეროვნული ცნობიერებამაც ალბათ თავისთავად გაიდგა ფესვი და წარმოადგენენ, ესე იგი გვაქვს ახალგაზრდა ერები, ძალიან ახალგაზრდა სახელმწიფოები, გვაქვს საერთაშორისო წესრიგი, მაინც საერთაშორისო გარკვეული კანონმდებლობა, გარკვეული ურთიერთობები, სადაც აღიარებულია სუვერენიტეტი თითოეული ქვეყნის, ქაღალდზე მაინც არსებობს ეს ყველაფერი. და უცებ ეს ყველაფერი არის ხაზგადასმული. ახლა დანიას თუ ავტონომია აქვს ეს ჩვენი გრენლანდია, აი ნახევარსაათიანი საუბარი და თანაც საკმაოდ მკაცრი საუბარი ბატონის პოზიციიდან, უკვე ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა დიდია, ძლიერია და დანიას დაჩაგრეს. ღია იმპერიალისტური გამოსვლა და მაშასადამ ესე იგი დემოკრატიას ჩვენ სამყაროში არც დედაყოლია და არც მამა. დემოკრატიის აქ თავარი მარტო კი არ არის დაუშვით ძლიერია და ერევა. სოფლიოში არ არის ძალა, არ ჩანს ძალა, რომელიც გამოესარჩლება. თუნდაც იგივე ისრაელ პალესტინის საკითხებში. 10,000-ობით ადამიანი დაიღუპა. რამოდენიმე 1000 მარტო ბავშვია დაღუპული. გამოჩნდა ვინმე ვინც ამაში შეაჩერებდა? ხო, ახლა რა გამოჩნდება და რა გააჩერებს, არა? ერთადერთი ძალა, რომელმაც იარაღი აისხა და ომზე წავიდა, ახლა ამ ომის საფუძვლებს ნუღა გავარჩევთ, ეს არის რუსეთი. რა იყო, როგორ იყო, ყოველ შემთხვევაში რუსეთმა აისხა იარაღი და წავიდა ომზე. ამ ომში ჩაება ჯერ სირიაში, სირიიდან დაიწყო, შემდეგ თავის ტერიტორიაზე ფაქტიურად სამოქალაქო ომით შეიძლება ჩავთვალოთ. ეს არის ეს ქვეყანა, რომელმაც გაბედა და ღია წინააღმდეგობაში შევიდა. ის მარტო არ არის, რა თქმა უნდა, აქ ჩინეთიც არის, გლობალური სამხრეთიც არის, დაიწყეს საუბარი მრავალპოლუსიანობაზე, ალტერნატიული საფინანსო სისტემების შექმნაზე და დღეს ამერიკა ფაქტიურად ერთდროულად უტევს ყველა მიმართულებით. ხო, მაგრამ აქ საინტერესო ის არის, დანია არის ნატოს წევრი ქვეყანა, ხო? ხო. და დანიას უნდა დაეხმაროს რუსეთი? დანია და რუსეთმა ერთად უნდა იმძოლონ ამერიკის ევროამერიკული სიტყვოება უკვე ჩავთვალოთ, რომ თუნდაც საერთაშორისო პოლიტიკურ სარგებლებზე კანადა არის მოკავშირე ამერიკის. ვინ უნდა დაეხმაროს კანადას ამერიკის წინააღმდეგ, რომ ამერიკამ არ თანთქოს და არ მიიკეთლოს როგორც ერთ-ერთი. სულაც არ გამიკვირდება ხვალ უკვე მექსიკაზეც, რომ იგივე განცხადება გაკეთდეს. ოკეი. ახლა როგორ არის რუსეთის წინააღმდეგ ომი, რუსეთის ასე ვთქვათ ძალით დაჩოქება ან რუსეთში პირდაპირ შესვლა გამორიცხულია. აჩვენა რომ რუსეთს ომი შეუძლია, რუსეთს აქვს ატომური ქოლგა და ერთ-ერთი ყველაზე ამ დღეისათვის ყველაზე გამობრძმედილი და გამოცდილი არმია თანამედროვე ომის პერიპეტიებში. ასევე ჩინეთსაც შეუძლია თავისთვის იბრძოლოს და ყველაზე დაბალი ომი მოძებნა თავის მოკავშირეებში. ასე გამოდის. პირველ საფეხურზე ესეა. პირველ საფეხურში ესეა.
და მაინც ამ მდგომარეობამ შეიძლება მიგვიყვანოს იმ დასკვნამდე, რომ ახლა იწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა, როცა ნიღბები ჩამოხსნილია, როცა საერთაშორისო სამართალი საერთოდ უგულებელყოფილია და იწყება იმპერიათა ჭიდილი. მაშინ რა უნდა გააკეთოს პატარა ქვეყნებმა? კაპიტულაციის გარდა რა გზა გადარჩენია? როცა ამხელა გლობალური ძალისმხოლი იმპერიები ღიად იწყებენ საკუთარი ძალთა დემონსტრაციას და მომავალი, უახლოესი მომავალი მაინც ამ იმპერიათა ჯახის სარბიელს წარმოადგენს, მინდა ძლიერი ვარ და მივიღებ და უნდა მივიღო რა, მაშინ პატარა ქვეყნებს რა გადარჩენია გარდა იმისა, რომ კაპიტულაცია გამოაცხადოთ და პირველი ძლიერი, რომელიც ყველაზე ახლოა და ყველაზე მეტ საფრთხეს გვიქმნის, იმის წინაშე ავწიოთ თეთრი კი არა, დანებების და ჩაბარების და ჩვენი სუვერენიტეტის გადაცემის ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ასეთი არის გარკვეული ლოგიკური გააზრება მიმდინარე მოვლენების, მაგრამ ამ მოვლენას შეიძლება მაინც სხვა თვალითაც შევხედოთ და სხვა თვალითაც შევავლოთ. მოდი ესე დავალაგოთ საკითხი. ჩვენ ვართ იმ ფაზაში, როდესაც დედამიწაზე ბატონობს ანტიქრისტე, ცნობიერება ეს ანტიქრისტე თავისთავად ცხადია და პრობლემა რაშია? პრობლემა იმაშია, რომ გარეგნულად იგი არის შენიღბული, შემოსილი. ქრისტემ ხსნელი გონია. ესე იგი, დასავლეთი ისე იყო შენიღბული დემოკრატიით, ადამიანის უფლებების დაცვის, ყოველ შემთხვევაში ლაპარაკი მიდიოდა და საერთაშორისო ორგანიზაციები, მთელი საინფორმაციო საშუალებები ისეთ ატმოსფეროს ქმნიდა, რომ ჩვენ ახლა ამ გულუბრყვილობაში გაეხვია თითქმის მთელი მსოფლიო. ესე იგი, არც აგვაქვს გასამტყუნარი ნაწილობრივ საწყისებში ვამბობ საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, იმიტომ რომ ამ ბურუში ჩვენც ჩავერთეთ, ჩვენც გავეხვიეთ და მივიჩნიეთ, რომ დასავლეთი არის ხსნელი. იქ არის გასაღები ცივილიზაციის უკანასკნელი სიმაღლე, მას უნდა ვეზიაროთ და ისა დამცველი, მომვლელი, ხო? იმ ჩვენ ძველი ცუდი ჩვევებისგან განმათავისუფლებელი. მაგრამ როგორ არის, იგი ხეცის თვისება რა არის? კრავის ქურქშია, მაგრამ შიგნიდან იზრახვის როგორც ურჩხული. შიგნიდან ურჩხულია. როცა ურჩხულს ვერ ხედავ, პრობლემა მაგაშია. შენ იმუნიტეტი არ იმუშავებს. ეს სუვერენიტეტის დაცვის თავის გადარჩენის ის არ გააჩნია ამ დროს. პირდაპირ ხარ მასზე მიბმული. მისი გარეგნობიდან იბნევი. რასაც გარეთ გამოაქვს და რა ნიღაბიც აქვს, იმ ნიღბის ტყვეობაში ექცევი და ვეღარ გრძნობ მის შიგნით არსებულ მხედს. თუ ამ თვალით შევხედავთ, მაშინ რა ხდება მსოფლიოში? არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს. ფორმაცია რო შეცვალო, რომ გააცნობიერო, რომ ეს გზა დაღუპისაა და ეს ფორმაციაც იმ ტვინის მოგონილია, რომელმაც შენ უნდა დაგუპოს, მაშინ საჭიროა ის რაც დაფარულია, ის გამჟღავდეს. თუ ეს არ ხდება, ბოროტების გზა უნდა დააგდო და ბოროტების გზა რო დააგდო, უნდა შეიმეცნო, რომ ეს გზა ბოროტისაა, ბოროტის ტვინით ნაკარნახევისაა, მოძალადესია და ასე შემდეგ. თუ ამის გაცნობიერება არ ხდება, მაშინ არც სურვილი გიჩნდება ამის შეცვლის. თუ გარკვეული პერსპექტივა კიდე გააჩნია კაცობრიობას, ქართველ ერს, რომ ჩვენში არის კიდე რაღაც ისეთი, რომელიც წავა და ინტერესს აღმოაცენებს თავის თავში, რაც გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ამ დამოუკიდელ ფორმაციას შევცვლით და ახალზე გადავალთ, რომელიც ნეუბრიად მაღალ საფეხურზე იქნება. მომავლისა არის რა, თუ კი ამის პერსპექტივა არსებობს და უკვე ვიცით რომ ჟამია, ყოფნა არ ყოფნის საკითხები წყდება დედამიწაზე. ესე იგი, თუ არაფრის შემცვლელები არა ვართ, ყველაფერი გვაქვს რომ დავიღუპოთ თავი და მოსპოთ დედამიწაზე სიცოცხლე. თუ არაფრის შემცვლელები არა ვართ. მაგრამ თუ კი რაღაც პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს, მაშინ მიმდინარე მოვლენას იმ თვალით უნდა შევხედოთ, რომ აი ამ ნიღბის ჩამოშლა ხდება, რომ გაგვიჩნდეს ამ ხეცისგან თავდაცვის იმუნიტეტი. ამ ხეცისგან გამიჯვნის იმუნიტეტი. რომ ბატიტასიკოს როლიდან გამოსვლა მოგინდეს. გამოსვლა მოგინდეს. რომ ესე იგი კარგად გააცნობიერო, რომ ამ ხეთის მოკლაც შეუძლებელია.
ძლევა, რატო ეგ ძლევერს ჩემ გვერდით დავისვამ, დიდი გაგები თუ გავიაზრებთ, დასაძლევია. ახლა ტრამპის პირით და ამერიკაში მოსული ამ პოლიტიკური შემადგენლობის პირით ფაქტიურად მხეცი პირდაპირ ავლენს თავის ბუნებას, მთელ მსოფლიოს ემუქრება. მე თუ ვერ შევძელი, რომ ის ერთი კაცი დამესვა და ვერ მოახერხე LGBT გზით მსოფლიო ერთმართველობის დამყარება, უმკაცრესი დიქტატურის, ციფრული დიქტატურის დამყარება, რითაც მილიარდზე დავიყვანდი მსოფლიოს მოსახლეობას, ეს თუ ვერ მოახერხე, სამაგიეროდ მაინც იმ ციტადელს შევქმნი, რომელიც იქნება პირველი და რომელსაც შეეძლება მთელ მსოფლიოში მაინც თავისი სიტყვა გაიტანოს, ასე იქნება თუ ისე იქნება. აი ფაქტიურად ამ პოლიტიკური შემადგენლობით ის მხეცი რაც არ ჩანს, რაც იგივე ცნობიერება, ხო, იმანენტურია, ეს ამათი პირით მაგას ლაპარაკობს, მაგას გვატყობინებს და ჩვენც უნდა მივხვდეთ, რომ ამისი მოკლა შეუძლებელია, მისი ძლევაა შესაძლებელი. მოდი ახლა ესე შემოვატრიალოთ საკითხი. ამ მის გაცნობიერების გზაზე პირველ რიგში ეცდებიან, რომ წარმოიქმნას მით უმეტეს პატარა და არა მარტო პატარა ერებში შიშის სინდრომი. რას გვიზავს, ნუ დავნებდეთ, აბარა, თორე აი, სულ ყველას ემუქრება. ყველას პასუხს თხოვს უკვე. დოლარით რატო არ ვაჭრობთ? დოლარზე რატო არ მიდის ვაჭრობა? მე თქვენ შევზღუდავთ ყველა დონეზე, რაც შემიძლია. ის იარაღი იქ რო დამრჩა, მიადგა ახლა ავანელებს, დამიბრუნეთ უკან. ყველას ყველაფერს თხოვს. იქ ჩინეთს უნდა შეუყენოს ხალი, აქეთ რუსეთს, აქეთ ევროპა არაფრად. ანუ თავისი უძლეველობის და მრისხანების ჩვენება. ეს პირველ რიგში ჩვენში გამოიწევს შიშს. შიში არაფერს არ მოგცემს. ეხლა კარგად უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამე. კიდევ ერთი რამე, რაც არის თანამედროვეობის პარადოქსი. მართალია ჩვენ სიტყვყოფნა არ ყოფნის ზღვარზე ვართ, ის გვაქვს ხელში, რაც ყველაფერს მოსწონს, მაგრამ ერთდროულად აი უმძიმეს პირობებში იბადება ახალი საკაცობრიო სხეული, რომელიც თუ სწორეგზით ვივლით, ეს საკაცობრიო სხეული უნდა შედგებოდეს, სხვანაირად არ შეიძლება და ვერ შედგება კაცობრიობა ეროვნული სუბიექტებისგან, ერებისგან, სუვერენული ერებისგან უნდა შედგებოდეს. ხო, და გვაქვს საერთაშორისო სამართლის გაგება. აი რა იცავს საქართველოში დღეს მშვიდობას და რაც გვაქვს აი ტერიტორიას მაინც დაკარგული გვაქვს დროებით, ვფიქრობთ რომ ეს დროებით არის ტერიტორია. დარღვეულია ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ დანარჩენ რაც არის საკმაოდ სტაბილურად ვინარჩუნებთ და არა მარტო ჩვენზე პატარა ტერიტორიულადაც და რაოდენობრივად ძალიან უფრო პატარა მცირერიცხოვანი ერები. ხო, რა გვინარჩუნებს? ამერიკა არის გარანტი ჩვენი მშვიდობის? აღმოჩნდა რომ არა. იმიტომ რომ დღეს ამერიკა დაპირისპირებულია საქართველოსთან, მთავრობას ასანქცირებს. ევროპა გარანტი არა, ევროპას დაპირისპირებულია ჩვენთან და გასანქცირებს. გარდა ამისა, ყველაზე დიდ გარანტიებს ვისაც აძლევდნენ, აგერ რა ყოფაშია და ეს ვხედავთ, ხო? დიახ. ხო. მაშინ რაშია საქმე, რა გვიცავს? რომელიმე არის, რომელსაც აი საქართველოს დაცვაზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა, ისე დიდი არ არის, ესეც ვერ ვნახავთ. კი გვაქვს დავუშვათ ჩინეთთან დადებული ხელშეკრულება. გვინდა არ გვინდა უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს საერთაშორისო წესრიგი. მაინც არსებობს, უკვე ჩამოყალიბებულია გარკვეულ დონემდე. ამ საერთაშორისო წესრიგში თითოეულ ქვეყანას თავისი წილი შეაქვს. მაინც შეაქვს თავისი წილი. და ეს ქმნის ერთგვარად ურთიერთგამაწონასწორებელ, ურთიერთგამათვალისწინებელ სიტუაციას და ისეთ მდგომარეობას, რომელიც განაპირობებს, რომ შესაძლებელია პატარა ქვეყნებმაც იარსებონ. ესე იგი, თავისთავად ბუნებრივად მრავალპოლუსიანისკენ მიდრეკილი ტენდენციაც გაჩნდა. აბა ამას საძირკველი რო არ ქონოდა, ღია წამოძახილი, რომ მოდი ერთპოლუსიანი არ გვიდა და მრავალპოლუსიანი იყოს სამყარო, გამოხმაურება არ ექნებოდა და აზრიც არ ექნებოდა ისეთი განცხადებების გაკეთებას,
რომელსაც საყრდენი და საფუძველი არ ექნებოდა თანამედროვე მსოფლიოში. ესე იგი, საერთაშორისო გარკვეული ჩამოყალიბებული წესრიგი განაპირობებს იმას, რომ საქართველოს არსებობს როგორც ასეთი. და ეს ამ არსებობას არ განაპირობებს ვაშინგტონი. ხოლო ყველა ქვეყანას თავისი წვლილში აქვს თავისთავად ცხადია, ზოგის წვლილი ძალიან დიდია და ზოგისი მცირე. ბევრის ქვეყნის შედარებით მცირეა, მაგრამ კრებითობაში თუ ავიღებთ ამ მცირე ძალის მქონე, მცირე ძალის ხმის მქონე ქვეყნებს, კრებითობაში თუ ავიღებთ, უკვე მაინც გლობალური სივრცე მიიღება. ამას ვეძახით ჩვენ გლობალურ სამხრეთს. თავარი რა არის? ერთ-ერთი მთავარი მომენტი რა არის, რომ ამ საერთაშორისო წესრიგს გარკვეული თამაშის წესები გააჩნია და აი ამ თამაშის წესებს უნდა იცავდე. დღეს მაინც ღია ძალადობა, როგორც ასეთი, მართალია ტრამპის განცხადებები ღია ძალადობის ნიმუშია, აღარ არის გამსვლელი. აი როგორ არის? დავინახეთ, რომ ჩვენი ბატონი, ჩვენი დემოკრატიის მამა არ ყოფილა ის რაც არის და სინამდვილეში მხეცია და მაშინ გვიჩნდება ესეთი დამოკიდებულება, ან კაპიტულაციაზე უნდა წავიდეთ და თუ ჩვენ კაპიტულაციაზე არ წავალთ, მაშინ ერთმანეთის მხარდაჭერით, ერთმანეთის გამაგრებით ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ მის მიერ შემოთავაზებულ ცხოვრებისა და თამაშის წესებს სხვა სამართლიანი ურთიერთ მხარდაჭერის და ურთიერთ გათვალისწინების გზით უნდა ვიაროთ. აი ეს ახალი პოლიტიკური აზროვნება უნდა შემოვიდეს და გაჩნდეს დანარჩენ მსოფლიოში. ეს გაჩენილია. უბრალოდ ეხლა ამისი ჩახშობის მცდელობაა. როგორმე იქნება ეს ჩაიკვეთოს. ზოგი დაშინდეს, ზოგი ესე. ხო, რაც შეეხება ორ დღეში ფრონტის დამთავრებას და მოლაპარაკებას, აქვე ძალიან შავი ძაძებით არის შემოსული ეს საკითხები. ჯერ ერთი თქვით, რომ ფაქტიურად ბოლოდროინდელი წინარე ხელისუფლების მიერ გართულებული, საგანგებოდ გართულებული დაპირისპირების რეჟიმი კი არ იხსნება ახალ სამართლებს ტრამპი. ოპეკის ქვეყნებს ყველას თხოვს, რომ ნავთობის ფასი დაწიონ, ანუ ბევრი შემოიტანონ და გააიაფონ ამ გზით, რათა რუსეთს დააკლდეს შემოსავლები, ვალუტის შემოსავალი და ფრონტის ხაზი ჩამოეშალოს. თუ ჩვენ მოლაპარაკების მაგიდას უნდა დავუსწრეთ და ჩვენ უნდა მოვრიგდეთ და მორიგება დავიწყოთ, მაშინ მე შენ ძირის გამოთხრას არ უნდა ვაპირებდე. ესე იგი, ეს არ არის ორი თანაბრისებარი სუბიექტის ერთად თავიდან საფუძველი ერდება უნდობლობა, ხო? ერთდროულად უნდობლობას და მტრული და ბატონყმურ დამოკიდებულებას, რომ შენ მაინც ჩემი ყმა ხარ, ახლა მე უნდა გაიძულო. თუნდაც ის განაცხადი, რომ მეორე მსოფლიოში შენ მე დამეხმარე და ამის ავანსად ეხლა დავხსნეთ და რაღაც გარიგება ჩავატაროთ. ჯერ ერთი ეს გარიგება ძალიან ვაჭრული სიტყვაა და არცაა გასაკვირი, იმიტომ რომ კაცი ბიზნესიდან არის მოსული და ვაჭრულ ტერმინებს იყენებს, გარიგება და თურმე ისე გამოდის, რომ ამერიკას უომნია ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ და საბჭოთა კავშირი კიდე უბრალოდ მას ეხმარება. ბოდიში კახე მან დაახლოებით მაგონებს ბეღურავ რო თქვა, მე და ქორწიცილა მიგვაქვს რაღაც. დიახ, ესეა და ეხლა როგორ გამოდის, რანაირად შეიძლება დავსწრეთ ჩვენ ეხლა უბრალოდ ეს ორი სუბიექტი, როცა წინასწარ უკვე ამ დონეზე ამცირებს. უკვე წინასწარ გამოყავს, რომ შენ ჩემი რაღაც დამხმარე იყავი მაშინ და აი ამის სანაცვლოდ დღეს მე პატარა რაღაც გარიგებას თავაზობდი და მოწყალებას მოვიღებ და ძალიან არ და მოწყალებას მოვიღებ. თუ დამიჯერებ ძალიან არ დაგში. ხო. არ ვიცი, ასეთი დიპლომატიით როცა იწყებ, ჭყალებში ჩავსათბობ ეს დიპლომატია, საქმეს და მორიგებას ასე რო იწყებ, ბოლოში რა შედეგი უნდა დასდო. ხო, ეს მეტად გაურკვეველი არის და დრო ალბათ საკმაოდ აჩქარებულია და მალევე დავინახავთ შედეგებსაც. მან ერთი ურდიული ნიუანსიც არის ახლა კარგი ამისა შედაც ისაუბრე. ზელენსკის ხელისუფლებას კანონის დონეზე აქვს მიღებული, რომ არავით არის მოლაპარაკება რუსეთთან. კი. ანუ დღეს რა ხდება? თუ მოლაპარაკების მაგიდასთან დაждდებიან დაუშვათ ამერიკის შუამავლობით რუსეთი და უკრაინა და შეთანხმდებიან რაღაცაზე, ნებისმიერ შეთანხმება აღმოჩნდება, რომ არის არალეგიტიმური და უკანონო
ანუ იურიდიული წარმოსილების არ მქონია, იმიტომ რომ წინ უსწრებს ამ ყველაფერს წინდევს კანონი, რომლითაც უკანონოდ ცხადდება ყველანაირი მოლაპარაკება რუსეთთან. მაშინ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ იგივე ხელისუფლებამ, უკრაინის ხელისუფლებამ ეს კანონი უკანონოდ წაიღოს. მაშინ პასუხი ექნება თავის მოსახლეობასთან, გასაგებია რომ ეს მოსახლეობა რა მდგომარეობაში წავთ აშინება, ეს არის პრინციპში იქნება ადრევე წასულიყავი მაშინ მოლაპარაკებაზე. პრინციპში ეს ქვეყანა კი არა საკონცენტრაციო ბანაკია, სადაც საზღვრები დაკეტილია და ვისაც კი არ არის ტარება შეუძლია, აგერ ახლა 18 წლამდე აპირებენ დაწიონ ჯარში გაწვევის ის მინიმალური ასაკი. თუ კი არ არის ტარება შეგიძლია ქვეყნიდან ფეხს ვერ გაადგავ, იმიტომ რომ შენ მე მჭირდები რუსებთან უნდა გავყო. გინდა შენ შეგიძლია არ შეგიძლია პაციფისტი ხარ, ვინახარ უსწროლ სისხლის გეშინია, ამას არავის აღარ ეკითხებიან. აჰა შენ იარაღი უნდა იო სანგარს ჩაჭიკო. მაგრამ მაგის მიუხედავად მაინც თავსაკუთარ მოსახლეობასთან ექნება ასახსნელი. ჯერ აზრებულობდი ამ კანონს. თუ კი შეიძლებოდა უფრო ადრე დაждდომა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამ ქვეყანასთან რაიმე სახის მოლაპარაკება შეიძლებოდა, მაშინ რატო ადრე არ გაკეთდა ეს? რას ელოდებოდი? ტრამპის მოსვლას ელოდებოდი? იქნებ ტრამპი ვერ მოსულიყო მაშინ? მით უმეტეს როგორც ჩანს, არც ტრამპის ხელისუფლება არ არის მაინც და მაინც წინააღმდეგი იმის, რომ ბოლო უკრაინელამდე გაგრძელდეს ეს ბრძოლა. უბრალოდ ეს რაღაც დანაპირები იყო და რომ ომს დაამთავრებდა და ეხლა უნდა რომ საკუთარი ძალა აჩვენოს. აი მე რა შემიძლია, ის რაც ვერავინ ვერ შეძლო, მე აი მოსვლიდან მოკლის ვადაში ეს საკითხები გადავწყვეტ. აი ამასთან აგვაქვს საქმე. კი, თითქოს ასეთი სტილი აქვს არჩეული არსებული ამერიკის ხელისუფლებას, სადაც პრობლემაა პირდაპირ ემუქრება, მე შემიძლია შენ აბსოლუტურად გაგანადგურო და თუ არ გინდა გაგანადგურო, დავსვდეთ, რაც გარიგებაზე მოვაწეროთ ხელი. ანუ დამექვემდებარე. მე ამერიკის ძველი ძლევამოსილება უნდა აღვადგინო. რას გულისხმობს ამ ძლევამოსილებაში, როდესაც ერთპოლუსიანად იყო ნაქცევი მსოფლიო და ყველაფერს ამერიკა გარნახავდა, ხო? სხვა რა იგულისხმება? დიახ. თუმცა მაშინ დემოკრატიობანას თამაშობდა, ფსევდოსუვერენული ქვეყნებით იყო გარემოცული, გაეროში ყველა ხელს ისე ეწეოდა, როგორც ამერიკას უნდოდა, ნავთობის ფასიც ისე იყო, როგორც ამერიკა გადაწყვეტდა, ბაზრების ამბებიც ისე ნაწილდებოდა, როგორც მათ უნდოდა და ასე შემდეგ. ვერ გავაგრძელო და დემოკრატიის თამაში მიდიოდა, მაგრამ დღეს მიზეზთა გამო დემოკრატიის თამაში უკვე აღარ არის გვერდზე გადადებული და აი პრობლემასთან გვაქვს საქმე. მიუხედავად ამისა, მაინც საერთაშორისო სამართლის მოთხოვნა მსოფლიოში არსებობს და იარსებებს. თუ სწორ გზით მივდივართ, თუ გარკვეული პოტენციალი კიდევ არსებობს, რომ სიკეთისკენ შემოbrunდეს და ბოლოტების გზად დააგდოს ზოგად ადამიანმა და კონკრეტულად რომელიმე ერთმა ერმა მაინც ეს ფუნქცია კი ქართველებს გვაქვს ჯერჯერობით და შემდეგ ამან საფუძველი დაუდოს საერთო გლობალური განვითარების ვექტორის შეცვლას, მაშინ აღმოჩნდება, რომ ნელ-ნელა ეს ძლავრი აგრესიული მუხტი რაღაცნაირად განეიტრალდება და ახალი საერთაშორისო წესრიგის აუცილებლობის მოთხოვნა მსოფლიოში მოიმატებს. სხვანაირად ეცდებიან ქვეყნები გადალახდნენ. სხვა ფორმაციული ხედვა, სხვა მიმართებები იჩენს თავს, გაუჩნდება კაცობრიობას, თუმცა აქ ქართველ ერს რო განსაკუთრებული მისია ჰქონდა და გვაქვს ჯერაც კიდევ. რამდენი წელი იღვაწა და მართლაც დაიწვა ამ ღვაწლში მთელი თავისი ენერგიით ბოლომდე ბატონი აკაკი ჩვენი გადაცემების არსი რა არის, რომ გავახსენოთ დავიწყებას არ მიეცეს ქართველი ერისის ღვთაებრივი, ოდითგანვე განსაზღვრული საკაცობრიო სულიერი ფუნქცია, რაზეც აქვს საუბარი თუნდაც იოანე ზოსიმეს, ეს იგივე წინასწარმეტყველება, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ იმ გზას და მოცემულობას ვხედავდეთ, რაც უფლის გვაქვს მიღებული
და შესაბამისი ძრებისკენ მოუწოდებდეთ ერთმანეთს, ვამხნევებდეთ და ვანახებდეთ იმას, რომ ეს არ არის ბოლო და დასასრული უკვე, რადგან ვართ ცოცხლები, ესე იგი შეიძლება რაღაც ვაკეთოთ, ესე იგი არა მარტო უბრალოდ შეიძლება ვალდებულიც ვართ, რომ გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია. გარეთ რაც არ უნდა ხდებოდეს, თუ დიდი დაჯახება დაიწყება, ძალიან სწრაფად დამთავრდება ყველაფერი სამწუხაროდ, მაგრამ არის პატარა გზავნილები არა, მაინც ეგეც მნიშვნელოვანია, როცა ამბობს ეს პირველი მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ქვეყნის პირველი პირი, რომ მე დაინტერესებულია რომი გაჩერდეს. ეს სიტყვაც რაღაცას იწვევს, გარკვეული პერიოდი, პროცესები მაინც გაჯანჯილდება, გარკვეული დრო გვეძლევა, სულ ყველას გვეძლევა და ჩვენ უნდა ვისარგებლოთ. თვითონ ტრამპის მიერ მოტანილი ახალი ლოზუნგებითაც უნდა ვისარგებლოთ. ჩვენ კი ახლა ვამხელთ, რაც შეფარულია. ბევრმაც იცის, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბევრმა ქართველმა იცის, ბევრმა შეგნებულმა და ღრმად მოაზროვნე ადამიანმა უკვე იცის ეს მსოფლიოში. რადგან ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ აქ მთავარი მხოლოდ ის არ არის, უბრალოდ შენ იცოდე. მთავარი ის არის, რომ განთან გამოიყენო. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ ამ ხილებით, რომ ხელები გავასავსაოთ და მარტო მინის კუთხით კონდეს დაყენებული საკითხი. არა, ღვთაებრივი მოცემულობით და მოთხოვნით რომ გადარჩე. ის საქმე გააკეთო, რაც გევალება საჭირო არის, ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით ყველასთან თანაბრად კეთილმეზობლურად. ესენი მხეცნი არიან, ბიბლიური ტერმინს თუ ვიხმართ. ცნობიერების ტიპი, რაც არის, თუ კლასიფიკაციას მოახდენთ, ეს არის მხეცის ცნობიერება. ხო დავინახეთ, რომ მხეცის ცნობიერება. შენ არავინ არ გავალებს, რომ მოკლა, ძლევა, თავარი უნდა ძლიო. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობა არსებობს ამ სისტემებთან შენ იქონიო კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეს მოცემულობა არსებობს. ეს უკვე ნიშნავს სრულიად განსხვავებულ პოლიტიკის გატარებას. განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვას გულისხმობს, განსხვავებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს გულისხმობს და არა სტრატეგიული მოკავშირეა ჩვენ უფორმებ ამ ხელშეკრულებას. ამას სხვა დატვირთვა, ესეც ცალკე გასარჩევი თემაა და საკითხი, ესე იგი ახალ პოლიტიკურ რელსებზე თუ გადავდივართ, მაშინ ახალი პოლიტიკური ხედვა გაქვს შემოსაგანი, რაც დაეფუძნება კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და მიმართებებს და აი ეს ლოზუნგები, რაც მან შემოიტანა მსოფლიო პოლიტიკაში, უკვე შემოტანილია. ამ ლოზუნგების გამოყენებაც აუცილებელია და უნდა გამოიყენო. ამობს ამერიკა ამერიკელებისთვის, ხო? თუ მომავალი სუვერენული ერებისა ერი არის მასპინძელი და ბატონპატრონი თავის ისტორიულ ტერიტორიულ ფარგლებში, ხო მასია? ესე იგი საქართველო ვისთვის უნდა იყოს? ამას ამ კითხვა რა თუნდა? თუ საქართველოა, ესე იგი ქართველია მასპინძელი. და საქმე ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ შენ იყო მასპინძელი. შენი სტუმრების ვისა. და საერთოდ ყველა ერი თავის დიახ და საერთოდ დიახ. ესე იგი უნდა იყოს ბატონპატრონი. აი როგორ არის, ესე იგი არა გაცალმხრივება, რომ აი ხელი ვაქნიოთ და ხო გავიგეთ რა ბუნება, სამხეცი. მაგრამ ამ ხეცი ძლევა ვერ მოკლავ. მოკლა შეეცდებ ის მოკლავს. და საქართველოსნაირი წერტილი ქვეყანა ტვიშიც კი არ უნდა გაივლო რა, რომელ მოკლაზეა ლაპარაკი, ვის უნდა ეჭიდაო, ეს გიგანტური ძალის მქონე ვებერთელა სივრცე. ნუ თუ დასავლეთზე ვსაუბრობთ, იგივე შეიძლება თქვა ჩრდილოეთს და აღმოსავლეთს. მოკლა რა, კეთილმეზობლური ურთიერთობები. ყველა მხეცისა და კრავისა ჩვენშია მოცემულობა. ეს არის ახალი ფორმაცია, ახალი მიდგომები, ახალი პოლიტიკის გატარება, ახალი პოლიტიკის დამკვიდრება აქედან. რომელიც თავის გზას პოვებს სოფლიოსთვის და სოფლიოში სამომავლოდ. და უნდა გამოვიყენოთ. გამოყენებაც შეიძლება, ამ თვალსაზრისით უნდა შევხედოთ, რა ლოზუნგების ტრამპმა შემოიტანა, ამის გამოყენებაც შეიძლება. იმიტომ რომ როცა კოსმოპოლიტური სივრცე იყო, როცა საზღვრები არა, ერები არა, ზნეობა არა, ის არა, ეს არა და ამას სათავეში ედგა დასავლეთ და პირდაპირ გვაწალებდა. კი ბატონო, მე მესმის, რომ პატარა ვალებში გახოვილი ქვეყნისთვის ძალიან რთულია დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება.
სუვერენიტეტზე ლაპარაკი და ენამამული სარწმუნოება. თუ არც არაფერს ვიძახოდით. ოფიციოზი თუნდა. პირიქით ავანგარდში იდგა კოსმოპოლიტური საქმეებისა რა. ახლა ხო მაინც შეიცვალა. შინაარსის სხვა არის, მაგრამ ლოზუნგები ხო არის, დაავლე ხელი და ამ ლოზუნგის გამოყენება დაიწყე. სტიმულს გაძლევს ეს. ესე იგი, ყოველივე მოვლენას თავისი უარყოფი დადებითი მხარეები გააჩნია და ჩვენ დადებითად უნდა გარდავქმნათ და უნდა მოვახმაროთ ჩვენი მომავლის კეთილდღეობას. რას გულისხმობთ კიდე მომავლის კეთილდღეობაში და როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება? ეხლა ესეა, რომ იცი რა, ყველა თქვენი ეროვნული ინტერესები წამოწიეთ, მე რაღაც კონკურენცია მოხდება და მე ვნახოთ რა დავლაგდებით ერთ ძლიერები აქეთ თუ როგორ და რა. ამას თავზობთ. და ბევრჯერ ყოფილა რომ თურქეთს აქებენ. აი ყოჩა თურქეთ თავთან ინტერესებს როგორ კარგად იცავს. დიდი თურანის სივრცის შექმნის იდეებიც აქვს. შუა აზიაზე გავთ კავკასიის ყელის დაუკავშირდეს დიდ შუა აზიას. მაგრამ აქ საქართველოს წაიშლება მეგობრებო სხვათა შორის. თუ ეგ პროექტი შედგა, სომხეთ საქართველოს არსებობა კითხვის ნიშნებს ექცევა თავისთავად. ანდაც სირიაში რა ძველ თურქული იმპერიული მასი იბრუნებს, იმპერიის ნაწილი იყო იგივე სირია და ასე შემდეგ და იქ თუ შედის და აი როგორ ყოჭავია და კარგია. ასეთი ტიპის მიდგომა ის რაც შენი ერისთვის კარგია, მომავლის პოლიტიკის ქვაკუთხედი რა უნდა იყოს, საქართველოს რა უნდა გადიოდეს, მაშინ ის კაცობრიობისთვისაც კარგი უნდა იყოს. ის რაც შენი ერისთვის კარგია, მაგრამ კაცობრიობისთვის ცუდია, ესეთ საქმე არა. ამ მიზნებზე ხელი უნდა იყოს. ამ მიზნებზე ხელი უნდა იყოს, ანუ მომავალ იმპერია უნდა, იმიტომ რომ იმპერიათ იყო შობილი. ეხლა ამის განხილვას არ ვიწყებთ, რა რომელი ეთნოსი თუ რომელი სივრცე რა საფუძვლებზია აღმოცენებული. იქ სადაც წერია რომ ერთად ძოვდნენ გლები და ცხვრებიო და ასე შემდეგ ზოგიერთ სექტამ პირდაპირ გააკეთა ნახატები და პირდაპირ გაიგეს ეს, მაგრამ აქ ეს იგაური ენა იყო და აქ სხვა რამე იგულისხმება, არიან ხალხები და ერები, რომლებიც მტაცებლობით დამკვიდრდნენ ამ თუ იმ რეგიონში უზარმაზარი მძლავრი იმპერიების შექმნას და არიან ერები, რომლებიც უწევდათ თავდაცვითი წარმოება და ასე შემდეგ, ხო? ესე იგი, არა იმპერიების, არამედ სხვა რამის დრო მოდის. სიტყვის დრო მოდის, სიტყვა ღმერთი. და ეს სიტყვა არის ქრისტე, რაც აქ მიერებული, ეს არის ცხოვრების წესია, რომელმაც მამასთან უნდა მიგვიყვანოს და აქ გულისხმობთ სწორედ იმას, რომ ძალიან ბევრი რამის ცვლილება მოგვიწევს. სხვანაირად უნდა შევხედოთ მთელი მოვლენებს. ესე რომ არ არის ეს იმდენად საშიში, რამდენადაც ეს არის და ხლა ჩვენ ვერ ვხედავთ. სულიერ სამყაროს ვერ ვხედავთ. იმ თავარი არსის ჩანაფიქრს არ ვიცნობთ ღიად, მაგრამ ეს ცნობა მოგვეწოდა, რა არის მისი ჩანაფიქრი, რა არის მისი სურვილი. მისი სურვილია, რომ შენ დააგდო ბოროტების გზა, შეეძლო ამის გაკეთება. და რა და როგორ უნდა გააკეთო გიდევს და საჭირო იყო სწორედ აი ამ ნიღბების ჩამოხსნა. ნიღაბი ჩამოხსნილია. ძალიანაც კარგი. ეხლა უნდა ჩვენი აზროვნება სხვანაირად უნდა მოუმართოთ უკვე. კარგად გავაცნობიეროთ, რომ დიახ, ხეცებთან გვაქვს საქმე და ერთ მისხალის ხელა შეცდომასაც არ გვაპატიებენ. მაგრამ თუ საჭირო წესებს და კანონებს დავიცავთ, შევინარჩუნებთ სუვერენიტეტს. შევძლებთ კეთილმეზობლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ისეთია განლაგება ამ პოლიტიკური წყობის, რაც თავისთავად დადგინდა, ეხლა ეს ერთი ადამიანის ნებასურვილით არ გაკეთებულა, ეს არის მთელი მსოფლიო ისტორიის შედეგები, რასაც უყურებთ, მიმდინარე ევოლუციის გზადაკალი გაძლევს ამის შანსებს. აღმოაჩენ, რომ იმის საშუალებაც მოგეცემა, რომ ფორმაციული ცვლილებაზე წახვიდე და აი ის რაც ჩაწერილია, რომ ყველა მეფე თავის დიდებასა და პატივს იქ მოიტანსო. აი მაგამდესაც მივა საქმე.
ეს შესაძლებლობა არსებობს. აქ გვაკლია ჩვენ რწმენა გვაკლია და გვაკლია კიდევ და საჭირო არის კიდევ პირველ რიგში საქართველოს ქართველობამ ჩვენ მდგომარეობას მივხედოთ შიგნით რა მდგომარეობა გვაქვს. ჩვენ ამას ვინათ როდესაც ეს ლოზუნგები მკვეთრად გამოკვეთეს, რომ ჩვენ სუვერენიტეტის გზით უნდა ვიაროთ, ჩვენ ენა და მამული და სარწმუნოება უნდა დავიცვათ, ჩვენ ვერ წავართ იმ უზნეობის დაკანონებას და პირიქით უნდა დავიცვათ. ხო ეს ის ლოზუნგები იყო, რომელიც არ ნახული და ჯერ არ გაგონილი იყო ხელისუფლების სიმაღლეებიდან. გამსახურდიას პერიოდს და თავად გამსახურდიას თუ არ ჩავთვლით, იმის მერე სულ კოსმოპოლიტურად ლაგდებოდა და პირიქით იყო, რომ ყველაფერი უნდა გავყიდოთ სინდისის გარდა და სამაგალითოდ მოჰყავდათ ეს სინგაპურიზაცია სააკაშვილის დროს წამოსწიეს ეს. ახლა რა მდგომარეობა გვაქვს? ჩვენ თქვით, რომ ჩვენ ახლა შევაბიჯეთ მსგავსების ფაზაში. ოღონდ საფრთხე არის, რომ ხეცად არ ვიქცეთ. იმ ხეცად, რომელიც მსგავსი კი არ კრავის, გაიძახეს ენამამული სარწმუნოება, მაგრამ ბუნება აქვს მტაცებლური, ჩვეულებრივი ხეცის. აი ამ საფრთხის წინაშე დგა ქართული სინამდვილე. ხელისუფალი მაინც მთავარია, ის არის წამყვანი, ის რა ლოზუნგებითაც გამოდის, თავისთავად მოიცავს მთელ ქვეყანას და გარეთაც გადის, მაგრამ ლოზუნგების შიგნით რა აქვს? და რა ჩანაფიქრები აქვს? ეხლა ამ თემას ესე მკვეთრად არ შევეხებოდი. ეს საკითხი თვითონ ამავე ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლებისგან რომ არ გახსნილი იყო. პირდაპირ ვამბობ, რომ გირჩი თავისი შინაარსით არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია. ეხლა არ მოყვები რატო? იმიტომ რომ დეზერტირობა, იმიტომ რომ მამათმაურობა, იმიტომ რომ ნარკოტიკები ყველაფერს ამას მწვანეში უსუნთებს ეს ორგანიზაცია და არც ერთ თავმოყარე ეროვნულ სახელმწიფოში არ შეიძლება ეს ორგანიზაცია არსებობდეს. მათ რიგებიდან რო იყოს ამ საკითხების წინაპლანზე წამოწევა და ასე გაშუქება მოვლენების, ჩვენ ესეთი მკაცრი რეაქცია არ გვექნებოდა, მაგრამ როცა ეს ხელისუფლების წრიდან მოდის, დღევანდელი ხელისუფლების წრიდან მოდის, ძალიან საგანგაშოა. იმიტომ რომ დღეს ვამბობთ და ვიბძვით, რომ უნდა შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი, უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი წვენა, ჩვენი ადათი. გადავხედოთ ყაველაშვილის საპრეზიდენტო სიტყვას, როგორი პატრიოტული სულით არის გამსჭვალული. ამ დროს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი გამოდის და სამაგალითოდ დებს ისევ სინგაპურის მაგალითს. აი ეს უკვე არის გამანადგურებელი, იმიტომ რომ გარეგნულად კარგია, მაგრამ შინაგანად სინგაპურს ვაშენებთ. რა არის სინგაპური? ერთ-ერთი ეკონომიკური კოლოსი. პატარა ტერიტორია, სულ 5 მილიონიანი ქვეყანა არის. იქ დიდი პორტია და ძალიან დიდრულად ცხოვრობს ხალხი, ყველა შეუძლია მოიძიოს მასალები. მაგრამ ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? ადგილობრივი მალაიზიელი ან სინგაპურელი მხოლოდ 13.5%-ია. ყველაზე გლობალიზირებული სივრცეა სწორედ სინგაპური. აზიის მარგალიტია თავისი სიმდიდრით, თავისი უახლოესი ტექნოლოგიებით, მაგრამ ადგილობრივი მხოლოდ 13.5%-ია. 70%-ზე მეტი ჩინელია და დანარჩენი მთელი მსოფლიოდან მონაკრებია. რომელიც თავის დროზე შეიქმნა იმიტომ, რომ აი აჩვენეს, რომ თუ კი რაღაც ეროვნულ ტრადიციებად, ეროვნულ ღირებულებებად წოდებულ ამაოებებს არ გაყვები და ამაზე არ დაწვრილმანდები, აი როგორ შეიძლება იცხოვრო რა. ამაზე ოცნებობს ხელისუფლების წრეები? აქეთკენ მიყავს საქმე? რომ საქართველოს კარგ ზაჯვარედინზეა, ზღვაც აქა, კონტინენტალური უახლოესი დამაკავშირებელი გზები. აქაც ამ თვირთების გამავლაზე განაკლიის სპორტი გვინდა ის გვინდა, დრომაც ესე მოიტანა. ჩვენ სინგაპურზე ოცნებობთ? ესე იგი, კოსმოპოლიტურად, მასოვნურად, მდიდარზე მორგებულად, მხოლოდ სიმდიდრეზე მორგებულად, რომელიც რას მოგვიტანს, ეროვნულ უმცირესობაში გადავალთ და ამასინათ ბატონმა დემურმა შემოიტანა ციფრები,
მიმდინარე თუ უკვე ჩატარებული აღწერის მოსახლეობის აღწერის რაც ხელისუფლებამ ჩაატარა შემოიტანა ციფრები რომელიც გამაოგნებელია 1.300.000-ზე ცოტა მეტი ქართველია 500,000-ზე მეტი უცხოელია და ასე შემდეგ რატომღაც ევრონიუსაც დაჭირდა რატომღაც და ადგილზე მიტანის სერვისის მომსახურების კომპანიებში მოიკითხა თუ რამდენი უცხოელი იყო იქ დასაქმებული დაუმალეს ძირითადად მაგრამ ერთ-ერთ მოუთხარა რომ 30%-ზე მეტი მყავს დასაქმებული როგორ ხდება ახლა კოსმოპოლიტურად როგორ ხდება აქედან გადის გარეთ ქართველი იმიტომ რომ რასაც აქ უხდიან არ ყოფნის ანდაც არც გადამხდელია იმიტომ რომ სამუშაო ადგილები არ არის მთელი რიგი სისტემური ფორმაციული მიზეზებიდან გამომდინარე სამუშაო საძებნელად მთელ სოფლიოს არის მოდებული განსაკუთრებით ევროპა, ამერიკა, კანადა, გარეთ ასული და აქ მოდის ის რომელიც უფრო დაბალ ხელფასზე იმუშავებს იქნებ გადავავლოთ თვალი რამხელაა ეს სივრცე რამდენ მილიონიანი სივრცეა სადაც უფრო დაბალ მოთხოვნად მდგომარეობით ცხოვრობს უფრო გაჭირვებულია მოსახლეობის ძირითადი ფენა და ისეთ დაბალ ხელფასზე იმუშავებს რომელზეც აქ ქართველი ვერ გაძლებ ჩვენ ვიცით რომ არის აღმოსავლეთი საკმაოდ ძალიან მრავალი ცხოველი ქვეყნები თუნდაც ავიღეთ პაკისტანი რომელიც 100 მილიონზე მეტია და ძალიან გაჭირვებული ხალხია იქ ეკონომიკური დონე ძალიან დაბლა ასევე ძალიან ბევრი არის ინდოეთში გვიცით რომ დემოგრაფიული სიჭარბე არის აფრიკის აზიის ქვეყნების მიმართულებით ფორმაციიდან გამომდინარე პლუს ძალიან ბევრი სიღატაკის ზღვარსქვევით ცხოვრობს და სიამოვნებით მოვლენ და იმ მცირე ხელფასზეც აქ იმუშავებენ ფაქტიურად რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ რაც ხდება აქ არის ლაპარაკი უშუალოდ მუშახელზე ვინც შემოდის და დაიკავებს იმ ქართველის ადგილს მაგრამ კორპუსები რო აშენებული ვინ ყიდულობს იმ კორპუსებში იმ ბინებს ეს ამხელამშენებლობა რო არის ხო რამდენად მართალია ახლა პიროვნება ამობს რომ დარწმუნებული ამ ციფრების ისტორიაში ჩვენ ახლა თავს ვერ დავდოთ პირადად არ ვინახია თუმცა უნდობლობას არ უცხადებთ ამ პიროვნებას თავისთავად ცხადია მაგრამ ერთი რამ ვიცით რომ საქართველოს მომაკვდავი ერების რიგშია. ტრანსფასეც რო არ იყოს, სადაც ახლოს იქნება. არ იყოს, მაინც ახლო იქნება. რომ სამაგიეროდ ჩვენ თავის დროზე ფეხთაფეხ გვაქვს შემოვლილი სოფლები, დაბები, ქალაქები და ვიცით რა მდგომარეობა არის განსაკუთრებით რეგიონებში. როგორ არის დაცლილი რეგიონები, როგორ არის გამოკეტილი სოფლებში სახლები, განახევრებულია სოფლებში მოსახლეობა, ხო? ესე იგი სინგაპურისკენ მივდივართ, მაინც არა ჩვენც. და რას გაუსვა კიდევ ხაზი რომ იყო პარლამენტში პირდაპირ რას გაესვა ხაზი პარლამენტში პირდაპირ შეხედავდნენ ბანკის წარმომადგენელი იქ რა წარმოებს იქ რა მხარის და თვითონ ეწყვეტენ ამ საკითხებსო ესე იგი საქართველოში ვინც ოლიგარქია ვინც მდიდარია აქაც პირდაპირ ზიან თითქმის ხო პარლამენტში იმიტომ რომ ამ სისტემაში შემუშავებულია ორი მართვის ორი მეთოდი პირველი ყველაზე აპრობირებული არის ის რომ მდიდარი ადამიანი ქირაობს ხალხთან შუამავალს პროფესიონალ შუამავალს ხალხთან ეს არის პოლიტიკოსი პარტია ქირაობს და ამ პარტიის საშუალებით ისეთ კანონებს ირგებს როგორც მის სიმდიდრის და სიუხვის საქმეებს ადგენა და არის კიდევ უკვე ნიღბების ახსნის პერიოდი, როდესაც მდიდარი ამბობს, რომ შუამავალი ვერ მისრულებს, ვერ მიიყვან, ვერ გადამიწყვით, ანდაც საშუამავლოს ბევრს ითხოვს, ბევრს იგებს და იყო ესეთი გადაწყვეტილებაც, რომ დრო ხომ არ მოვიდა, რომ ბარემ პირდაპირ მილიარდელები მოვიდეთ და დავიწყოთ მართვა ქვეყნის. ამავე პერიოდს დაემთხვა ბიძინას პირდაპირ მოყოლა და არა მარტო ევროპის წამყვან ქვეყნებშიც აღარაფერი თქვათ მოდი ტრამპი და რაც არის აი პირდაპირ არიან მოსულები შუამავალი აღარ ტრამპი და მისი მარჯვენა ხელი მისი მარჯვენა ხელი თუ მარცხენა ხელი ყველა ერთად არიან იქ და ხო ეს ორი ის არის მომენტი ანუ სხვის პროფესიონალების ხელთან პირდაპირ და რა მიიღება ავტოქტონი ესე იგი
ძირძველი ვინც არის, ვისიც არის ის ტერიტორია, იმისი მარტო სახელი ღარ რჩება. კოსმოპოლიტური სამყარო მდიდრები მართავენ თვითონ თავის სასარგებლოდ იღებენ. კი ბატონო, უმაღლესი ტექნოლოგიებია. მე აქ მიკვირს ამ ჩვენი წარმომადგენლობის. ეს წრეებიდან გამოსული შეხედულებაა? ხო ესია. მაშინ რა გვინდა ეკლესიებში და ტაძრებში წინა ადგილებში რომ დგებით. ამ ფულის გზით, ამ კოსმოპოლიტური გზით მივდივართ. იმიტომ რომ ვერ ვხედავთ ჯერჯერობით ისეთ ნაბიჯებს, რომელიც შეაჩერებს მიგრაციას, წასულს უკან დააბრუნებს, ეროვნულ ეკონომიკას აღადგენს, ეროვნულ საკუთრებას გამოაცხადებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ დინებებს ვერ ავხედავთ. ახლა რა შეესაბამება ეს რაზეც ახლა ჩვენ ბოლოს საუბრობთ, კიდევ ერთი დასტურია იმისაც ჩვენ არაერთხელ გვითქვია, რომ ეს ნიღაბი, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ მოიგო კონსერვატიზმის ნიღაბი. ხო. ერი, მამული, სარწმუნოება, სამშობლო, ეროვნული ტრადიციები, მართლმადიდებლობა, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმ საერთო გეგმაში გაწერილი თემიდან გამომდინარეა, რაც მსოფლიოში ზოგადად წამოიწყეს სამწუხაროდ ახლა გამეორება გამოდის, მაგრამ მაინც მინდა კიდევ უფრო დავაზუსტოთ ჩვენ რაზე გქონდა საუბარი რამოდენიმე გადაცემის წინ, როდესაც შევეხეთ იგივე ტრამპის გამარჯვებას და ხელისუფლებაში დაბრუნებას. ზოგადად მსოფლიოში ეს ტენდენციები შეინიშნება, რომ ამ სრულ კონსერვატიზმით შენიღბული პოლიტიკური ძალების თუ პიროვნებების ხელისუფლების სათავეებთან მოსვლა. რაც იყო ახლა გეგმა იყო, რომ 2000 წლისთვის უკვე მსოფლიო მართველი ერთმართველი უნდა დაესვათ. მე მაგას მოყვა გეგმა B, გეგმა C, რომლებიც ასევე ვერ განხორციელდა და დღეს დგავართ იმ სინამდვილის წინაშე, როდესაც კი ბატონო, აი მსოფლიო გლობალური ძალები თანახმარია, კი ბატონო, გაღიზიანებთ ეს რაღაც ლიბერალიზმი, ერთსქესიანთა ქორწინება, გეი აღლუმები, კი ბატონო, ამას აღარ დაგაზარებთ, კი ბატონო, როგორ თქვენ გენებოთ. იყოს ეს ლოზუნგები, მაგრამ ხელს არავინ არ იღებს იმ მსოფლიო ერთმართველობისკენ მიმავალ გზაზე. და საერთო ტენდენცია, რომ მსოფლიოში წამოწევა ხდება კონსერვატიული ძალების და ჩვენმა ხელისუფლებამაც სწორედაც ეს როლი მოიგო. მოდი ასე თუ გველი ტყავს იცვლის, მაგრამ გველი გველად რჩება. თუმცა ნუ დაავიწყდება, რა ვიცი, ეს გველი თავის კუც ჭამს, ყლაპავს თავის თავს და ბოლოს ისეთ ადგილებს ჩაყლაპავს, რომ გველი განწირულია. წუთი სოფლის ასე ვთქვათ, მთავარი ჯერ კიდევ 2000 წლის წინ გვეთქვა, რომ განკითხულია. და აი ბოლო ჟამი რა არის და ეს დღეს არის ბოლო ჟამი. რაც მსოფლიოში პროცესები იქნა წამოწყებული, მშვენივრად იქნა აღგვარებული და ამათაც აუწყეს ფეხი ამ ყველაფერს, მაგრამ იმ საერთო გეგმაში, იმ ჯაჭვში ძალიან მშვენივრადად ზიან. საერთოდ არანაირი წინააღმდეგობა ამ მხრივ არ არის მათსა და დანარჩენ მსოფლიო ძალებს შორის და ეს რაც იყო აქამდე დიდი იმედებით უკავშირებდნენ დიდი იმედებს ტრამპისგან პრეზიდენტებას და აი 20 იანვრის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება. რეალურად შეიძლება მოხდეს კიდე ამ ურთიერთობების გადატვირთვა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ არის ამისი სურვილები, მაგრამ არის რაღაც ხელშემშლელი პირობებიც, ახლა ეს არ ვიცი რამდენად ძალიან დიდი მნიშვნელოვანი იქნება, როგორც საინფორმაციოებში გაჟღერდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლობა გაღიზიანებულია ირანში ჩვენი დელეგაციის ყოფნით, როდესაც მისი პრეზიდენტი დაკრძალეს გახსოვთ ის ავიაკატასტროფის შემდეგ რა პროცესებიც განვითარდა, მაგრამ ეს თუ კი საერთო გეგმაზე ლაპარაკი, ამან შეიძლება თან გადამწყვეტი როლი ვერ ითამაშოს. ახლა ვლაპარაკობ მსოფლიო ერთმართველობის იმ გეგმაზე და საერთოდაც უნდა ითქვას, რომ დღეს მოვლენათა განვითარების სამი ვარიანტი არსებობს. ერთი უსიტყვო კაპიტულაცია
დანარჩენი მთელ სოფლიოსგან და ამ გზით წასვლა. ნუ რასაც მოიმოქმედებენ და რასაც გვიზავენ. ხელების აწევს. მეორე გზა რომლის წინაშეც ვდგავართ ახლა ორი დაპირისპირებული პოლუსი და სამყაროს საერთაშორისო ბრძოლა და როდის გავარდება ის ტყვია რომელიც უკვე გამოიწვევს დიდ დაპირისპირებას ეგ არავინ არ იცის. და არის კიდევ მესამე გზა რომელსაც სამწუხაროდ ყურადღებას არავინ არ აქცევს არადა ყველაზე მშვიდობიანი და ყველაზე რეალური გამოსავალია ამ სიტუაციიდან. რაღაც ახალი უნდა დაიწყოს სოფლიოში. რაღაც ისეთი რაც აქამდე არ ყოფილა. და რეალური გადატვირთვა სოფლიო პოლიტიკის. და ამის სათავე არის შანსი რომ იყოს საქართველო. რადგან სწორედ ეს ცოდნა არის საქართველოში. და იურიდიული ბაზაც არის ამის რომ საქართველოს პირველმა განახორციელოს და მერე შესთავაზოს. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია საქართველო არ არის ახლა იმ მასშტაბის ქვეყანა რომელმაც შეიძლება რაც არ უნდა გააკეთოს თავის ქვეყანაში საფრთხეს შეუქმნის ან მეზობლებს ან სოფლიოს ან თავის თუდაც მოკავშირეებს ან თუნდაც წრებს. და ეს შანსი არსებობს. აი ამ შანსზე ვლაპარაკობთ წლების განმავლობაში და ჩვენი ფუნქციაც ეგ არის რომ ვილაპარაკოთ იქამდე სანამ ეს შანსი კიდევ იარსებობს და ის რომ შენ ძალიან კარგად ახსენი რომ ის საერთო მსოფლიო წესრიგი რომელიც დღემდე გვიცავს იმისგან რომ დღემდე მაინც ხელშეუხებელი ვარ და ყოველ შემთხვევაში არსებობას ვენარჩუნებ ეს იყო ფიზიკური ახსნა ყველაფრის. მაგრამ სულიერი მხარე ამ ყველაფრის არის ის რომ მოვლენა და საქართველოს შანსი ჯერ არ დაუკარგავს გადარჩენის და აქედან გამომდინარე არც მსოფლიოს როგორც ჩანს და სწორედაც იმიტომ არ მოეწყო ჩვენს იგივე სიტუაცია ისე რომ ვინარჩუნებთ არსებობას და გვეძლება საშუალება რომ აი ამ დაპირისპირებაში როდესაც თითქოს ჩვენთვის ნაკლებად ცალიათ აი ამ უზარმაზარ მხეს აი ჩვენ ამ პერიოდში ვისარგებლოთ შემთხვევით და ჩვენში რაღაც გავაკეთოთ ისეთი რაც გადარჩენის შანსის რეალიზება იქნება რაც მოგცემს საშუალებას რომ ახალ საფეხურზე გადავიდეთ. რა თქმა უნდა, ორი სიტყვით და მე მგონი უკვე დასასრულს ვეღარ. რომ არ გაგვიგრძელდეს ძალიან, რა თქმა უნდა, არ გადავღალოთ ჩვენ მსმენელი და მაყურებელი. ჩვენ აი შევამოთ რომ შანსი გვაქვს. ეს შანსი არის ჩვენი გადარჩენის, თორე ჩვენი დაუყვა გადაწყვეტილია. ამის გაცნობიერება გვიჭირს, აი გა ყველაზე დიდი პრობლემა. ამის გაცნობიერების საშუალებას არ გვაძლევს ეგრეთ წოდებული მხეცი, მოდი მხეცი დავარქვათ მაინც. ამ მხეცში იგულისხმება თავისთავად ის პოლიტიკური სისტემები, ის იმპერიული და ის ფარული ხელი, რაც სოფლიოს მართავდა და მართავს, რა თქმა უნდა. ხელს გვიშლის სწორედ იმის გაცნობიერებას რომ გავიგოთ რომ ვიღუპებით, ჩვენი დაღუპვა გადაწყვეტილია. ეს შანსი ჩვენი გადარჩენისაა. რაც დიდ საკაცობრიო საქმეს უკავშირდება ერთდროულად. ეს აგვაქვს იქიდან, ზევიდან, ზეციდან მიღებული. ჩვენ მიძინების საშუალება არ აგვაქვს და უფლება არ აგვაქვს. იმიტომ რომ მსგავსების ფაზაში ვარ შესული. ეს ძალიან საში ფაზაა. როცა გარეგნულად ხსნელს ქრისტეს ეროვნულს კეთილშობილს კი გეხარ, მაგრამ შინაგანად მხეცი ხარ. შინაგანად ის გინდა, რასაც დიდრები რო იწყობენ პატარა სამოთხეს, ოღონდ იქ ერი ქრება. ეს სახელმწიფო წარმომადგენლიდან შემოვიდა. ესაა საგანგაშო. ეხლა ვერ ვიტყვით ყველას ერთაფაში ვერ მოუხარშავთ. მოდი ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ, რომ ამ მანკიერი ცნობიერებიდან გამოვიყვანოთ ერთი მეორე. არ ვამბობთ იმას, რომ ეხლა მახვილი უნდა ავიღოთ და ანუ ეს აგრესიის ის ფორმები და არა, მოდი ერთმანეთ მივეხმაროთ, რომ ამ ცნობიერებიდან გამოვიდეთ, კაცო.
სინგაპურიზაცია საქართველოს ეს ქართველი არის სიკვდილის გზა არის. მდიდარს კი უხარია რომ მდიდრულად და კარგად იცხოვრებს, კიდევ უფრო მეტი სიმდიდრეები შემოვა და რაღაცა დიდი კოლოსი აშენდება, მაგრამ ეს ერის სიკვდილის გზა არის. ეს მდიდრის ოცნების გზა, მაგრამ ნუ გავიწყდება რომ მდიდარი სასუფეველში ვერ შევა, ძალიან რთულია. ნემსხის ყუნჩი უფრო იოლად გაძრება აკლები ვიდრე მდიდარი შევა სასუფეველში. ეს ჩვენ გასაგონად არის ნათქვამი. ფულის გზა უფლის საწინააღმდეგოა. აი ეს პატრიოტული ლოზუნგები რაც გამოვიტანეთ, რეალობაში როგორ ვაქციოთ, ეს არის იმ ახალი ფორმაციის დამკვიდრებისათვის საჭირო. ეს საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი. და სადაც ეს რაციონალურს ვიპოვით, ხელისუფლებაში იქნება თუ მის გარეთ იქნება მოსაკრები ვართ სულ ყველა. ერთ ჩამოყალიბებული სწორ პოზიციაზე ვართ დასადგომი. ეს გვაქვს ქართველი, ეს გასაკეთებელი. აი ეს გვაქვს დასანახი. თორე გზა დაუპისაა. ჩვენ ვამთავრებთ. ბოლოს იმით დავამთავრებ, რომ ასეთი გამონათქვამი ქონდა, ვიყავით ვარ და ვიქნებით სამყაროს აღსასრულამდეო. კაცობრიობის აღსასრულამდეო. რაც არ უნდა ჭირი მოგძალებოდა, ეს მაინც ასე ვთქვათ, გვანუგეშებდა ეს გამონათქვამი, ერთგვარად გვაარხეინებდა კიდეც, ჩვენ ისეთი ფესვისა ვართ, ისეთი ფარველი ყავს ეცაში, რომ იქამდე მაინც ვიქნებით სამყაროს აღსასრული, მანამ არ დადგებაო და აი გენაცვალ ესე ჩვენი ჟამის ეპოქა არის. ახლა წდება დედამიწაზე ყოფნა არ ყოფნა საკითხი და ასეთ გულარხეი ქართველებს მინდა მივმართო, როცა ვამბობ აღსასრულამდე მაინც ვიქნებითო. ახლა ეს მონაცემები რაც ბატონმა დემურმა გამოიტანა. აჩვენებს რომ ჩვენი აღსასრული ახლოვდება. თუ 1,300,000 ვართ აქ ადგილზე. და ის ნაკადი რაც შემოდის უცხოელისა და თბილისში რო გაივლის ეს უკვე აღარ არის ქართული დედაქალაქი. თავის შემადგენლობით ეს უკვე გვაგონებს ჩვენ სადაც ნიუ-იორკს და იქით და იქით. სიჩრევით. მრავალფეროვნებით რა. ესე იგი ქართველი ვასრულებთ. ესე იგი თუ სამყაროს ანუ კაცობრიობის აღსასრულამდე მაინც უნდა ყოფილიყავი და ჩვენი აღსასრულს პირდაპირ თვალებში უყურებთ, მაშინ კაცობრიობის აღსასრულს ახლა ყოფილა. ამაში არაფერი სანუგეშო არ არის. ჩვენ განგაში ზარები გვაქვს დასაკუხებელი და კიდევ ერთხელ რიტორიკულ კითხვას ვსვავ, გჭირდება თუ არა რაღაც საზოგადოებრივი გაერთიანება, რაღაც დიდი ქართული მოძრაობის წამოწყება, მოსული უფლის სიტყვის ირგვლივ შეკრება. ამ ცალ-ცალკე პარტიება, ცალ-ცალკე ჯგუფება დაშლილობა თუ მოსული სიტყვის მოთხოვნების ირგვლივ ძირფესიან ცვლილებებზე წასვლა და წამსვლელი ერთობა გჭირდება თუ არა გჭირდება. სამწუხაროდ ცოტა კიდე გაგვიგრძელდება ჩემოჯემალ, იმიტომ რომ აი ამ ბოლო დღეებში ასეთი მარტივი საკითხი წამოაყენეს, რომ საჭიროა მინიმალური ხელფასის აწევა, თქვენს 800 ლარიო პირობითად. ალბათ იმჟელებენ სპეციალისტები რა და როგორ, მაგრამ მიგრაციას ეს შეაჩერებსო. მიგრაციის გამომწვევი მიზეზები, დემოგრაფიის განადგურების მიზეზები იმდენია და იმდენად ტევადი ამბავია, რომ მხოლოდ მინიმალური ხელფასის მომატებით ოფიციალურად შეიძლება დაწერო. მაგრამ პრაქტიკულად ხელზე მას რა მიეცემა კიდევ, ეს მეორე საკითხია. იმდენად ბევრია, რომ ამ მეთოდით შენ ეს შეაჩერო. და შენიდან ხალხი არ გარბოდეს და მრავლდებოდეს ერი მომრავლდეს. ეს იგივეა, რომ გრიგალი რო ამოვარდეს და არის ესეთი ფოთოლი აიფარო, რომ ვიშველისო. თუ კი ეგ უშოლი და ძალიან ბევრ ქვეყანას, რომელსაც ეს მიგრაციის პრობლემა აწუხებს და იცლებიან, ამ ერთი კანონის მიღებით ეკონომიკის საკითხსაც გადაწყვეტენ რა თითქოს. იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი ეკონომიკის საკითხი უნდა გადავწყვეტოთ, მაღალი ხელფასი მოგეცემა და რაღაცა წახვალი.
ესეთი მარტივადაა ეს ამბები? სად არის მრეწველობა, სად არის წარმოება, სად უნდა მოგეცეს ეს მაღალი ხელფასი, ან ვინ მოგცემს? სახელმწიფო სამსახურებში მხოლოდ ხოლო სახელმწიფო ანუ თავისი მხარდამჭერებისთვის ხელფასების გაზეთი ხო გადაწყდება ეროვნული პროგრამა. ესე იგი ხსნა სიღრმისეულ ცვლილებების გატარებაში რისი გაგებაც არ გვინდა. აი ჩვენი პრობლემა რაშია? ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ გავიგოთ, ეს არ დავინახოთ. აქეთ არ წამოვიდნენ, არავინ. სიტყვის მოთხოვნებისკენ არ წამოვიდნენ და გთავაზობენ რაღაცა პრიმიტივიზმს. თურმე საშუალო ხელფასს თუ მინიმალურ ხელფასს მიხსოვავთ, აი ეს უშველებს მთელ ქვეყანას. პოპულისტური განცხადება, რომელიც კი ბატონო თავის მომხრეებს, რომელიც დასაქმებული ხართ სამხედრო სამსახურებში, მოუმატებენ ხელფასს და უფრო კმაყოფილები ეყოლებათ და მე კიდე შემდეგ არჩევნებზე უფრო აქტიურად დაავალებენ და არ ბეინდებენ ხმების მოსაპოვებლად. ეგ ქვეყანას გადაარჩენს? რომ მოუმატებენ ხელფასს, თუ ეს მასობრივად ხდება, ფულის მასა რო გაიზრდება, მერე პროდუქციაც რო ძვირდება ხოლმე, მაგას რა ვაუყოთ? ხო, ეს ამოხმარებულ კალათა როგორი იქნება? მერე ეს რო აიწევს, რა ვუყოთ მაგას? და საერთოდ ინფლაციას რო ეძახით, აი მუდმივად მიდის ეს ინფლაცია და გარკვეული პროცენტია და ვარი ეკონომიკური ჩავარდნები, როცა ეს ტაიფუნი დაატყდება ხოლმე ქვეყნიერებას თავს, ინფლაცია და ასე შემდეგ. ნუ არის კიდე და მუდმივად რატო ხდება ამისი შიდა მიზეზები რა არის? რატო არავინ არ განიხილავს ამ საკითხს? რაში ეს საქმე? ხო. ეს პრიმიტიული მეთოდები გამოიყვანს ქვეყანას. ნუ რადგან მაინც საუბარი გაგვგზელდა კიდე აი მიგრანტებზე ჩამოგვიყვანდა ლაპარაკი და თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია აქტიური ბრძოლა დაიწყოს არალეგალი მიგრანტების რატო არ უნდა ვისარგებლოთ ჩვენც? ჩვენც რატო არ უნდა ვისარგებლოთ? რატო არ უნდა? აი იმიტომ ვამბობ, რომ ვისარგებლეთ. პატარა 3 მილიონიან ქვეყანას რატო უნდა ჩაეთვალოს ჰომოფობიაში, ფობიებში რატო უნდა ჩაეთვალოს? როდესაც გაატარებს ღონისძიებას, რომ რამენაირად თავისი მცირე დემოგრაფიულის არ წაიშალოს და გადაარჩინოს თავისი ეროვნული თვითყოფადობა. კი. ყველა არალეგალი ჩამოსული არალეგალმა უნდა დატოვოს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია. ნუ ახლა თომასე მივყვებით ყველა არალეგალურად არის ჩასული და მაშინ მარტო ინდიელები უნდა დარჩნენ, იქ დანარჩენება უნდა აიკრან გუდანაბოდი, მაგაზე აღარ ვლაპარაკობ, მაგრამ ჩვენ პატარა ქვეყანას რატო ჩაგვეთრება ფობიად? რომ ჩვენც ვიზრუნოთ იმაზე, რომ მიგრანტებით არ იყოს გადაჭედილი ჩვენი ისედაც პატარა ქვეყანა, რომელშიც რა ვიცი ხლა 3 მილიონი ვიყავით და აგერ 1.300.000 ყოფილიყო ჩამოსული დანარჩენი ალბათ გაქცეულია, ისედაც ყოველწლიური გარდაცვალება აღემატება შობადობას, შემცირება მიდის მუდმივად და ნუ რავი, არის ეს საკითხები რა და ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებია, თუ ვერ გადაიჭრება ეს საკითხები. ეს გზა სიკვდილისა და დასასრულია ერისთვის. ხო ეს ერთ-ერთი მაგალითი და ნიშანია იმის, რომ ის განცხადება, რომ ამ გზით დაუპა, ეს რეალობაა და რაღაცა მოგონილი თითქოს გამოწვეული რაღაცა არ არის და სინგაპურიზაციაზე ლაპარაკი ჯერ კიდე შევარდნაძის ხელისუფლების დროს დაიწყო თუ არ ვცდები მე. მერე სააკაშვილმა გააგრძელა და დღევანდელმა ხელისუფლებამაც ნუ გამოჟონა. ხელისუფლების წრეებიდან გამოვიდა, კიდევ ვიმეორებ ეს, რომ გირჩის მაგვარი ორგანიზაციიდან, აი ღრმად პროდასავლური და ღრმად ჩიკ ევროპაში რო არის რაღაცები, იქიდან ეს არ არის გასაკვირი. სოფლელობა სირცხვილია, მე რა ქართველობა რო უმცირესობა ვიყოთო. თავარია კომფორტი და პირდაპირ შეაჯდა რაღაცას და ისე დადიოდა მათი ლიდერი. ერთი ნაწილი ჩახუტებული ყავს იმ ღრმა შიგ ევროპის ოპოზიციას, ამ გირჩისა და მეორე ნაწილი აქეთ არის ტელევიზია და დღე და ღამე თავიანთ პროპაგანდა აგიტაციას სრული მასშტაბებით ეწევიან. მათგან არ მიგვის. და საკვირველი ისაა ეს პროპაგანდის ეს წყაროები რომ არსებობს, ეს აწამლავია. ამაზე ვფიქრობდით. მაგრამ კაცო, თურმე სინგაპურიზაციის იდეები თვით ხელისუფლების წრეებშიც ყოფილა, ამათ რას ვერჩით. სინგაპურიზაცია კი არა, ქართველო ადამიანო, ხმამაღლა რომ არც გაჟღერებულიყო, ისედაც თვალნათლივ აქეთ მივდიყო. ჯერ ხო, ცხოვრების წესი ესია, რომ დიახ მაქამდე უნდა მიხვიდე. და ის ატყუარად გადმოგდებული მაღალი ცხოვრების დონეც ეხ რამდენად შევსრულებადი ეგ სხვა საკითხია. კიდე შეიძლება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა სწორედ მაგას ითვალისწინებს. თავის დროზე ნახევარღმერთი რო გვეჯდა ტელესტუდიაში და კუდრლებივით რო ვესხედით ქართველობა
კითხვას რო უსვამთ ამ გერმანელს, აი რა იქნება და როგორ იქნებაო, მან გვაგვიხსნა, რომ იცით რა არისო, კაცო, თქვენი წარმომადგენლობა რა თანხაზეც იმუშავებს, სოფლიო დიდია უნდა გავიდეს იპოვის, ეძებოს და იპოვის ისეთ დასაქმების სივრცე, სადაც იმ თანხას გადაუხდიან, რაც ქართველს ეყოფა. აქ თუ დავალია ხელფასები მოცემულ სამუშაოს შესრულებაზე, სხვები მოვლენ, ვიც ამ დაბალ ხელფასზე იმუშავებს და ასე შეივსება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ყველას თავის ადგილს მიუღებს. ნუღელავთ, ნუწუხართ. მათი მთელი დედამიწა საკონცენტრაციო ბანაკია და ხლა მონები ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე თუ გადავლენ, არ პრობლემა არ არის. ტრაგედია დედამიწაზე საბაზრო ეკონომიკის სახით ღმერთი მოქმედებს, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის სახით და ეს ყველას თავის ადგილს მიუჩენს. ქართველი შეიძლება კანადაში, ან შორეულში იყოს, ან პაკისტანელი მოვა, პაკისტანში ვიღა მივე და მოდი იმაზე ვიტიროთ და იმაზე ვინერვიულობთ. პაკისტანი იმ ხელაროთი თავის პრობლემებს. ხო, თავის პრობლემებს როგორ მიიღებთ. ჩვენზე ვიღა. ვაი ჩვენ თავზე ვიზრუნოთ, აი ეს არის და. ხო, ნუ რა ვიცი, აი პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა და ეს პრობლემები დღითით უფრო მატულობს. როგორც წელამ თქვი, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას და იმის ნიშანია, რომ მოსული სიტყვა, რომელმაც გვამცნო, რომ ამ გზით დაღუპვისკენ მივდივართ, ჭეშმარიტია. თუ 94-95 წელში, როდესაც პირველად გაცხადდა ეს, ვიღაცებს ეს ყურში ცუდად ესმოდა, დაუჯერებლად ეჩვენებოდათ, დღეს აგერ ბატონო, დგავართ ამ რეალობის წინაშე და დღეს მაინც თუ ვინმეს დანახვა უნდა, ყველაფერი ხელის გულზეა დაწყებული იქიდან, რომ სოფლიოში არ არსებობენ კეთილი ბიძიები, კეთილი ქვეყნები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე და კაცმოყვარეობის ინტერესებიდან გამომდინარე შეგვიფარებენ, ჩვენზე იზრუნებენ, ხელს დაგვაფარებენ, არავის არ დააჩაგრინებენ ჩვენ თავს, აგერ ცხადზე გამოვიდა სინამდვილეში, რაც ხდება მსოფლიოში, რა მტაცებლური ბუნება არის გამეფებული და ვინც რას მოასწრებს, ვის მოერება წაართმევს და ჩაიჯიბავს, ამაზეა გადასული უკვე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა დამალულ დაფარულს აღარაფერია, თუკი აქამდე ეს შენიღულად ხდებოდა და რაღაცა ზოგან დემოკრატიის დაცვის საბაბით ფორმდებოდა, ზოგან რა ვიცი ქიმიური არავის ძებნის საბაბით შედიოდნენ თავის საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. დღეს ეს მიზეზებიც აღარ არის საჭირო, ალბათ ადამიანებიც მივეჩვიეთ, კაცობრიობა შეეგუა იმას, რომ ძლიერები მართავენ ამ მსოფლიოს და მორჩილებაში ყოფნა არისო გამოსავალი, ალბათ ზოგი ფიქრობს, მაგრამ ჩვენ წელან დავაყენეთ საკითხი, არსებობს მოვლენების განვითარების სამი ვარიანტი. ჩვენ ვსაუბრობთ იმ მესამე ვარიანტზე, რომელიც არათუ ჩვენისთანა პატარა დაჩაგრული ერების და ქვეყნებისთვის იქნება გამოსავალი, არამედ თვით იმ დიდი სახელმწიფოებისთვისაც იძლევა გამოსავალს, რომლებიც დგანან ერთმანეთის პირისპირ და არ იციან რა ქრა. უკან დასახევი არცეც არ დარჩენია და ერთადერთი რაც შეუძლიათ გააკეთონ, იფიქრონ იმაზე, რომ დავასრულებ და იქნებ რამენაირად ის გავანადგურო და მე გადავრჩენ, რაც ასევე მცდარია და ორივე მხარეს აქვს ის შესაძლებლობა, რომ საკადრისი პასუხი გასცეს და ეს კიდე დასასრული იქნება დედამიწისთვის. ამისთვის რომ მზადება მიდის, იქიდანაც ჩანს, რომ აგერ ინფორმაციები გაჩნდა, რაღაც 700 ოჯახზე გათვლილი ბუნკერი შენდება ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ქალაქთან. რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ხლა ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს ამის გადამოწმების საშუალებები, ჩვენ ვენდობთ ინფორმაციებს, რომელიც ინტერნეტში ან ტელესივრცეში ჟღერდება. დღეს დავასრულოთ ამით, რა მგონი ისედაც საკმაოდ გამოგვიძებდა საუბარი, დავამშვიდობოთ ჩვენს მსმენელს და მადლობა მოახსენოთ მოთმინებისა და ყურადღებისთვის. მადლობა ყურადღებისთვის.